მშვიდობიანი რევოლუციას ამბობ და მე რა ხდება ისეთ რევოლუციები ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოვყავს ტელეგრაფის აღებით არ ხდება ეხლა რევოლუცია არის ის რაც ეხლა ხდება ქართული ოცნების შიგნი ის რაც ტრაგედიას ჩვენ უყურებთ და შიგ ხდება დაპატიმრებები ფულის ჩამოტანის მოთხოვნები თვითმკვლელობის მცდელობა ვიღაცაზე იარაღის ჩადება ვიღაცის შვილზე ჩადება თუ არ არის თუ რაც არის იარაღის გამოდაპატიმრება თუ დააშავა არ უნდა დააკავო ჩვენ ფიქრობთ რომ ქვეყანაში ვინმეს ჯერა რომ ვინმე დააშავა და იმიტომ ეძახიან როდესაც იყო ჩვენი ხელისუფლება თუ ვინმეს კორუფციაზე აკავებდნენ ყველა მიცოდა ის რა საქმეზე და ის ფული ბრუნდებოდა ბიუჯეტში მიდიოდა ეხლა ვინმე მიცის სპეციალური ანგარიშები იყო ქალბატონოსები არა და ბიუჯეტის საგანგებო ანგარიშები ქონდა ყველა სამინისტროს ყველაფერი ცხადდებოდა როგორც ცხადდებოდა ქალბატონოსებია ერთყამეში დაანგრიეს მარტო რიყევი გახსოვთ ქალბატონოსებია არ მოусმინეთ ამ კომისიას ერთყამეში დაანგრიეს მარტო რიყეზე რაც რესტორნები იყო და რა უხდეს იმ ხალხს არ გახსოვთ კიდევ მაგამბავი მოგიყოთ დეტალურად მე ზუსტად ეს ჩემი საქმეა კანონის სახელით ხდებოდა უკანონობები ქალბატონოსებია არა ეს ტყვილი არა რა თქმა უნდა რიყეზე მიწა იყო ქალაქის როგორ დაანგრიეს მიჯერით ქონდა აღებული და პირველივე მოთხოვნისთანავე არ გამოგვატანინეს რომ დაგვილეცეს ყველაფერიო და ეს კარგი იყო. უნდა გაეთავის, იმიტომ რომ მილიონჯერ მიმართეს და უნდა გაეთავისუფლებინათ პირველივე მოთხოვნისთანავე და არათავისუფლებდნენ და იქაური მწვადების შიშხინი და კვამლი თუ იმდეს უფრო მოსონდა ვიდრე თაბუკაშვილზე რო კოკოსი დაანგრიეს ეს ნორმალური იყო ქალბატონოსებია ძალიან ბევრი რამე მოხდა ეხლა ხო არა საკრებულოს წევრი იყავით. თითოეულ მათგანზე შემიძლია კონკრეტული პასუხი. არა ისიც რა არის ეხლა ესე თუ იტყვით და მე აღარ ბიზნესს არ აწევდნენ? არავითარ შემთხვევაში რიყესთან დაკავშირებით თქვათ ჯერ ეს იყო ქალაქის მიწა და ქალაქს დაუბრუნდა მიწა მრავალი მოთხოვნის შედეგად მაშინ როცა პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დაებრუნებინათ ისინი არ აბრუნებდნენ არ ათავისუფლებდნენ და ეს იყო სრულიად კანონიერი ლეგიტიმური მოთხოვნა ჯიბეში არავის წაუღია ეს ამათ საბუთები არ ქონდათ არაფერი უკანონოდ ააშენეს ის იჯარის ვადები არ ქონდათ ახალ ვადა ქონდათ რომ პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დაებრუნებინათ და ზოგადად დააბრუნა კიდევაც ასე პირველივე მოთხოვნისთანავე ეს ანუ აღეს ხალხი რომივიდე საკამოძიებო კომისიაში ხულები მოხდეთ ქალბატონოსებია ეხლა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა აი ხა თქვენ ზუსტად იმ ადამიანს ელაპარაკებით მე იმ წლებში ვიყავი ზუსტად მიწის მართვის და განკარგვის კომისიის თაბუკაშვილზე რო კორპუსი დაანგრიეს ესეც კანონიერი იყო გადავიდეთ თაბუკაშვილზე კარგი ეხლა გავხსდებით უბრალოდ თემებს თორე არ სართულიანის მაგივრად თუ სამიანის მაგივრად 7 რომ მე საერთოდ მერია ეძინა რა აშენებდნენ ეს მანამდე იყო აშენებული. როა შემდგომ დროს აშენდებოდა სად იყავით? იყო მანამდე აშენებული. უცბათესი აშენდა ქალბატონოსები, რომელიც დაანგრიეს. იყო პროექტის დარღვევით აშენებული, რომელიც დაანგრიეს ეს თქვენ ხართ ალბათ თქვენ იცით, მიწურულს როცა ავთავრებთ, არა. არა, იმის შემდეგ აშენდა პარლამენტის უკან ისახლები და ყველა გადასულია და ყველა დაკმაყოფილებული არის. აბსოლუტურად. ფორმას გეუნებით, არავის არ ქალბატონოსებია. ეხლა ფორმაზე და მე კოსმეტიკაზე ვილაპარაკოთ. არა, მე გელაპარაკებ არსებითად. ყველა მიიღო ბინა, ყველა არის კმაყოფილი, ვინც და იმის მაგივრად სანაცვლოდ მიიღეს ბინები პარლამენტის უკან. და ის რომ პროექტის დარღვევით იყო და ის რომ ის კედლები ვერ გაუძლებდა 7 სართულს 4-ის მაგივრად თუ 3-ის მაგივრად, ის რომ კიდე ანუ ფულის მიწა არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ბიზნესების რა თქმა უნდა, პირად ჯიბეებში არ მიდიოდა. პირადად ქალბატონოსებია ეხლა იცით რას ამბობთ ტელევიზიაში შემოგვივარდნენ თლად ქალბატონოსებია 2004 წელს და აბა რა ხდებოდა ომეგ არა უკანონოებები არ ხდებოდაო და აბა რა იყო მიჯნოთ უნდა საკითხები არა თქვენ ბიზნესი არ იყო ტელევიზია თქვენ არასწორად ურებთ ერთმანეთს სხვა გადავდივართ სხვა თემებზე ეს არ არის სისტემა ხო ვერ გადახვალთ როცა დასვით კითხვა უნდა მოისმენთ პასუხი თუ არ მოისმენთ მაშინ გამოვა რომ ესე იგი თქვენ თქვენი აზრი და დამთავრდა თქვენ ხო აქ ჩემი ოპონენტის მაგივრად არა, ამიტომ არ გაქვთ უფლება რომ არ ვათქმევინოთ. ტელევიზია ეს სხვა საკითხი არის, რა თქმა უნდა, ტელევიზიის თემა სხვა თემაა. მე თქვენ გეუბნებით ფულის დაბრუნებაზე ბიუჯეტში, რომ ეს არ მიდიოდა არავის ჯიბეში და ეს მიდიოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში. კეზერაშვილის ბიოგრაფიას არ გამომწოლი იყო და მინისტრი გახდა და მე ნამდვილად ვერ მესწრებთ რა გამდიდრა თუ ღარიბია თუ მდიდარია კეზერაშვილს ხელის ჩამოწმებით არ ვიცნობ სხვა თემებზე ხართ მოწეული და აღარ მინდა ეს თემა არა თქვენ დაიწყეთ ეს მე ხო არა თქვენ რო ლაპარაკობთ არგუმენტები ეს არის ყველაფერი მითები ყველაფერი მიდიოდა ქალბატონი გიული ალასანიამაც კანონიერად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტი ხო
ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეუძლია. იმის შენობა არ შეიძინა? რაც შეიძინა კანონიერად არის, რა თქმა უნდა. ეს ეხდებოდა, ანუ ესე პროფესორები ესე მდიდრდებოდნენ. გამდიდრებული არის ახლა და სიმდიდრე არის ეს არა? არ არის მდიდარი ქალბატონი თუ გიორგი. უნივერსიტეტია და ბაზა არის, რომელიც არის მილიონები იშოვა სხვა პროფესორებმა? და იშოვნა, თუ არ არის ეს ხო ღია ეს ყველაფერი. ყველაფერი ღია. ეს არის ზუსტად ლეგენდები და მითები. ეს ახლა თქვენ მელაპარაკებით პროპაგანდას კი არა უბრალოდ რუსული პროპაგანდის ლაპარაკებით. ამიტომაც რო არ გიპასუხოთ, არც მაძლევთ საშუალებას რომ გიპასუხოთ. ყველაფერზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ რაც შეეხება თბილისში ქონებების გადაცემას, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ყველგან იყო ჩადებული ხელშეკრულება, ინვესტიცია და რიყეზე რომ მელაპარაკებით, რიყეზე მე პროკურატურას გავეცი პასუხი და იმან ვერაფერი მოუძებნა იმ რიყეს, რაც რიყეზე რიყის მიწასთან დაკავშირებით მოხდა. ეს ყველაფერი იყო კანონიერი და არაფერი არ მიდიოდა არავის ჯიბეში გარდა ბიუჯეტისა.